საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ისეთი ცვლილება განხორციელდა ქოცების ბუნაგში, რომ არ შემიძლია რო არ გამოვეხმაურო ნამდვილად. მოკლედ გამოვიდა ჭიჭილაკა და გამოაცხადა, რომ თურმე კაცი, რომელიც აგერ დაახლოებით 5 თვე არის, რაც დანიშნეს უშიშროების მინისტრი არ არის, მაგრამ უშიშროების უფროსად პირველ კაცად ქვეყანაში უსაფრთხოების საკითხებში დატოვაო თანამდებობაო მისი მოთხოვნის საფუძველზეო ასე განმარტეს და სხვაგან გადავიყვანთო და ახალი უშიშროების შეფი იქნებაო და სასწაული კადრი წარადგინა, ესე იგი დინარაძე თურმე იქნება საქართველოს უშიშროების პირველი პირი. რა შეფასება შეიძლება ამას გაუკეთოს უბრალოდ ნორმალურმა ადამიანმა. მოკლედ, ჯერ ერთი იმ რა მიზნით ინიშნებიან ქვეყანაში მინისტრები, თანამდებობის უმაღლესი თანამდებობის პირები, თუმცა ძალოვან ორგანოებში, ეს ხო საერთოდ ჩვენ ქვეყანაში ნიველირებულია, იმიტომ რომ დამსახურება, პროფესიონალიზმი, ეს რაღაცები არავის არ აინტერესებს. საქართველოში აინტერესებს მარტო სხვათაშორის წინა რეჟიმსაც ასე ახასიათებდა ძაღლივით ერთგულება რეჟიმის და ვინც არის რეჟიმის ძაღლი და ვინც არის რეჟიმის ლეკვი, აბსოლუტურად ყველა არის მაღალი თანამდებობის პირი. არა აქვს მნიშვნელობა ამ ხალხს, ქონია განათლება, უმსახურია ძალოვან სტრუქტურებში, ქონიათ გამოცდილება შესაბამისი მით უმეტეს ამ უბედურებაში ოკუპაციის პირობებში ოკუპირებული ქვეყნის მინისტრი უსაფრთხოების და ძალოვანების მინისტრები იყოს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ არის რომ შეიძლება თავდაცვის მინისტრები ისეთები ინიშნებიან მთელი ამ ხნის მანძილზე, რომ არათუ სამხედრო გამოცდილება რაიმე ჯართან შეხება რო არ ქონიათ, სავალდებულო ჯარიც რო არ აქვს მოხდილი. 3 დღეში ერთხელ რო ქონდათ ყარაული იგის რო არ აქვს მოხდილი და ახლა პრეზიდენტზე აღარა მაქვს საერთოდ საუბარი, სპორტსმენი უნდა იყო და უც უნდა აგორებდე, ან შტანგას უნდა წევდე, რომ პარლამენტში იჯდე და ან პრეზიდენტად გაიჩითო, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია იყო რეჟიმის ლეკვი და გახსნილია შენთვის გზა. ამიტომ ყოველთვის იჩაგრებიან საქართველოში ის პროფესიონალები, რომელი პროფესიონალებიც იმათ რა ქვია წლების მანძილზე მიდიან და თავის ცხოვრებას, თავის ჯანმრთელობას, თავის ენერგიას, თავის გამოცდილებას ახმარენ საკუთარ ქვეყანას და შემდეგ შეიარაღებული ძალები იქნება, პოლიცია იქნება, უშიშროება იქნება. იქედან გამოაგდებენ, იმიტომ რომ ან საპენსიო ასაკს მიაღწევენ და მე პენსიის გადახდა არ უნდა, თან სხვა უამრავი რაღაც. იმიტომ გვაქვს ასე კარგად მოწყობილი საქმე. ახლა რა შეიძლება ამ უშიშროების მინისტრობას და უშიშროების პირველ კაცობას, მე მინდა გითხრათ, რომ როგორც სხვა თანამდებობის პირები, ესენი ყველა არიან ნომინალური პერსონები, მათ აქვთ რაღაცა შემოსაზღვრული ძალაუფლებები და იმ შემოსაზღვრულ ძალაუფლებებში უნდა იმოქმედონ. იმას დანარჩენს ქვევით ის კაბინეტებში დაქვემდებარებული ხალხი აკეთებენ, ესენი უნდა იყვნენ სახი. რა და გასაკვირია, კაცო, რო გეკითხა ამათთვის, აგერ ამნაირი მინისტრი ყავდათ, რომელსაც ოხანაშვილი, რომელმაც აგერ ივანიშვილის პირველი დაუძინებელი მტერი, რა ვიცი მე, იმაში სასაზღვრო ზოლში დაიჭირა თუ ლამის მოსადის ოპერაციები გამახსენდა, რო კითხო ამათ ქოცებს რო კითხო, ნაცებს რო კითხო და ამ სასტავს რო კითხო, იქ დუბაიში დაიჭირეს და ჩამოიყვანეს და თვითმფრინავში პირადად ხელმძღვანელობდა ოპერაციას და რა მინისტრი ყავს იძახოდნენ და ამნაირი არ ყოლია მეორე და ავიცი ამის ოხანაშვილის ქებადიდებაში იყვნენ ასულები, თურმე სასწაული ყოფილა და თურმე აი ნარკოდანაშაულთან ბრძოლას უშიშროება როგორ ახდენს. გადასარევი ამათი ამბავი ორ თვეში მარტო 1417 ბარი გადაიჭირეს თურმე და ასერჩოდით კაცო ამ კაცს თუ ასე კარგად მუშაობდა, რატო უნდა გადამდგარიყო, მაგრამ ან რატო უნდა წასულიყო. ვის აინტერესებს საქართველოში პროფესიონალი და პროფესიონალიზმი და საერთოდ ეგეთი რაღაცეები. არასდროს ყოფილა
ოხანაშვილი უშიშროების პირველი პირი 5 თვე მინიმუმ გარკვევა დაჭირდებოდა ქვეყნის უშიშროების სისტემაში და ზოგადად სისტემა როგორ მუშაობს და რა ფუნქცია მოვალეობა აკისრია და საკადრო პოლიტიკა რა არის და ახლა 5 თვეში რა უნდა გაიკეთებია ოხანაშვილს იმის ფასი რომ რაღაცა დაიმახსოვრებია ქვეყნისთვის თავი მაგრამ ამათი გაგიკვირდება ადამიანს ხო ჯერ აქებენ ადიდებენ საერთოდ ეს კოცური ფენომენია ეს კოცური ფენომენი მოიყვანენ არა აქვს მნიშვნელობა ჯერ პრეზიდენტი იქნება პრემიერ-მინისტრი იქნება მინისტრი იქნება პარლამენტის თავმჯდომარე იქნება და ჯერ მოიყვანენ ამდაირი კაცი დედამიწის ურგზე არ დადის გაივლის მერე ცოტა ხანი დაახლოებით 1 წელი ნახევარი წელი და მერე დედის გინებით უშვებენ იგი მოღალატია ესესა თურმე პირველმა დანიშნულმა პრეზიდენტმა უღალატა მეორე დანიშნულმა პრეზიდენტმა უღალატა ალბათ მალე მესამეც უღალატებს თურმე მისი ერთგული ლეკვი ღარიბაშვილიც თურმე მოღალატე ყოფილა მისი ერთგული ლეკვი თურმე გომელაურიც მოღალატე ყოფილა გომელაური საერთოდ დასაწვავია ცოცხლად შინაგან საქმეთა სამინისტროს მართავდა მინისტრი იყო კაცი და მისი მინისტრობის დროს საქართველოს გადაიქცა ემათ ლამის ავღანეთად იმდენი ბარიგა და იმდენი მეწამლე იქნა ქვეყანაში აღმოჩენილი შეუიარაღებელი თვალით და ასე შემდეგ რა და ახლა რა შეეხება აი ამ ცვლილებას აქ ერთი მთავარი არ ვიცი გვარი არ ვიცი ნამდვილად ამის ქართული არაფერი არ წვია და ხანიანი იყო თუ და ახლა თუ შიშროებაში გააგრძელებსო საქმიანობასო ზევითოს ასე თავშესაფარი რო აქვს სადმე გადაიყვანენ ახლა კაცო ისე არ დატოვებენ მაგრამ აი ამ ვირთხის დანიშვნა რატო გახდა საჭირო უშიშროებისთვის მე ამას მინდა გამოვეხმაურო ახლა ყველა მისის მდინარაძე ვინც იყო მდინარაძე იყო ერთი ჩვეულებრივი ვირთხა ჩამოყალიბებული ვირთხა თავისი კაცობით თავისი ადამიანობით ნაცების დროს იყო ერთ-ერთი უდიდესი ნაძირალა ადამიანი რომელსაც ჰქონდა ეშმაკის ადვოკატის ფუნქცია რომელიც ახდენდა ჩვეულებრივად გარიგებებს სხვერს და რეჟიმს შორის ადეიშვილის პროკურატურასთან იყო შეკრული და ადეიშვილის პროკურატურა იყენებდა მდინარაძეს იმისთვის რომ თუ ვინმეს ფული ქონდა დასახევი და გამოსაშვები იყო გარეთ დაუყენებდა ამას ადვოკატად დაიწყებდა მოლაპარაკებებს ამდენს გადაიხდი გამოსული ხარ გარეთ მათ შორის ეგრეთ წოდებული კონსერვები რო არიან ახლა და მაგათი ლიდერი რო არის ესა რა ქვია მორგოშია მაგის ადვოკატიც იყო მაგი და აი ბლომად ფული რო წაართვენ ნაცებმა მაშინ რო დაიჭირეს მაშინ ჩაუწყო მაგან საქმე და შვილის ნათლიობასაც გამოკრა ხელი მისას კოჭიასას ასე ხდებოდა მე ახლა ამას იმიტომ ვამბობ ახლა თლათ შვილის ნათლია ეგერ შროების მინისტრი ყავს კაც და ალბათ უკეთესად დალაგდება მთავრობასთან საქმეები მერე როდესაც სისტემა შეიცვალა ნუ კი არ შეიცვალა და ეს მთავრობის რაღაცა ესეთი კოსმეტიკური ცვლილებები გაკეთდა თავისი ფუნქცია მოვალეობა ამას ძალიან კარგად ჰქონდა ვირთხა შეთავსებული და იყო მერაბიშვილის ოჯახის ადვოკატი მერაბიშვილის ოჯახის ადვოკატი იყო პირწავარნელი ადვოკატი იყო რომელიც იცავდა გარიგებას დებდა და უკვე ამჯერად ქოცებს ემსახურებოდა ნაცებთან გარიგებების დასადებად და ეთყობა კარგად გამოდიოდა ეგ საქმე რის გამოც მიიღეს ქოცებმა თავიანთ ბუნაგში და თავი ყველაფერზე ხელის მომწერი იყო დაწინაურდა ქოცებს საერთოდ ამნაირი ადამიანი უყვარს ამოკრა ხელი ახლა აგერ მინისტრობას აი მე გაჩვენებთ ვიდეო მაქვს სადღაც არქივი შენახული YouTube-ის არხზე შორტებში პატარა იმას სადაც პირდაპირ ჩანს რომ იძახის რომ მერაბიშვილის ბიძია და მერაბიშვილის ოჯახი არის უდანაშაულო და არაფერ შუაში არაა და პირწავარნელი იცავს ამ იმას რას უკავშირდება ახლა ეს ცვლილება მთავარი ამოსავალი წერტილი ეს არის ხო თავისთან წაიყვანს ახლა ჩემო ძმაო რუსებს აქვთ ამერიკა მოთქვა გავნო ვადიე ნეტონეთ ნაგავი წყალში არ იძირება ხო და არ დაიკარგებიან მაგენი იკითხე შენ ვიკითხო მე და ჩვენაერმა რიგითმა ქართველობამ თუ არა მაგათ რა დაკარგავს თუ ძმა ხარ ეკნება თავისი სადღაც საპენსიო ადგილები როგორც აქვთ მაგალითად
იმგენის, რა ქვია, ნავთობის და გაზის კორპორაცია როა, სადაც ყველა ეს ქოცების გამправებლები რო არიან გაფორმებული, მუშაობენ, ხელფასს იღებენ და კაციშვილი არა, თუ ინმეს ცოლი არის, იქ რო არის ჩინოვნიკის ცოლი იქ შეყრილი, ისე იყო ადრე იმისი, რა ქვია, იზორიას ცოლი, მანჯგალაძე, ისე იყო იმის, რა ქვია, აქამდე იგიც უშიშროებაში რო იყო, რა გვარი იყო ჯოისა? გოგაშვილის ცოლი იქ იყო. ქმარი საერთოდ ასია საქართველოში ქმარი თანამდებობას რო გაიგწყამს ცოლს უცებ რაღაცა დიდი ნიჭი გაეხსნება და უცებ ცოლიც ნახულობს დიდ თანამდებობას და ამათ ყველას ხელმძღვანელობდა პირწავარნელი ქოცი რო არის ისა რა ქვია. აი ქალების ლიდერი რო არის ძუკნა ის რა ქვია იმას. ნინო იაჯღარგავა. და ჩინოვნიკების ცოლებს აკონტროლებდა იქ და ყველა იღწვოდნენ იმისთვის რომ პარტია ყოფილიყო იმაში. აი ესეთი პრინციპით მუშაობდნენ ქოცები. და ახლა საქმე იმაში არის რომ ეს ძალიან კარგადაა გარკვეული ამ არჩევნების საკითხებში, თავიანთ პარტაქტივს კარგად იცნობს და სახელმწიფო უშიშროება არჩევნები მოახლოებულია მოდის ქოცებს ძალიან ცუდად აქვს საქმე, იმიტომ რომ მასა ძირითადად მიუხედავად იმისა რომ თელი თუ ვინმე არის ადმინისტრაციული რესურსი, რა თქმა უნდა, ქოცების ხელშია და ქოცებს უნდა მიცეს ხმა, პარტია, მოსყიდულები, ყველაფერი, მაინც ცუდად აქვს საქმე, რაღაცა ცუდ ძელოდებიან ამ შემოდგომაზე რევოლუციას, უბედურებას და ჭირდებათ, რომ საარჩევნოდ დიდი მასა იქნას ორგანიზებული, რომელი მასაც მივა არჩევნებზე და შემდეგ გემრიელად დაწერენ თვითონ ამ იმას, ამიტომ უშიშროების სამინისტრო განსაკუთრებულად ასე რომ ვთქვათ, შეეფერება ასეთ გამოცდილ ვირთხას არჩევნებში. ამიტომ ჩააბარებენ ახლა ვაჟბატონს უშიშროების სტრუქტურებს, საიდანაც კარგად ეცოდინება ვის უსმენდნენ, როგორ უსმენდნენ, რანაირად იყო და ამ ჯგუფების ორგანიზებას მოახდენს უშიშროება და ქოცები გადალახავენ და გადაივლიან ამ შემოდგომის არჩევნებს, როგორც არჩევნების ორგანიზებაში, როგორც მასის მიყვანაში, მერე რო გახდეს საჭირო ამ მასების ორგანიზება და პროსახელისუფლებო მიტინგების გამართვა, და ესეთ რაღაცაში რა. და რაც შეეხება იმას უსაფრთხოების საკითხებს, მაგას არც არავინ შეეკითხება და არც არავინ ეკითხებოდა და არც არავინ შეეკითხება, ან რა უნდა კითხო ადამიანს, რომელმაც ვირთხობის მეტი არაფერი არის ახლა. კაც უსაფრთხოების ძალოვან სტრუქტურებში არც პოლიციაში მაგას დამსახურები არ აქვს, არც ჯარში მაგას დამსახურები არ აქვს, ახლა კონტრდაზვერვაზე და დაზვერვაზე დინარაძე არ წავიდოდა და მსგავსი განათლებები, აკადემიები და მსგავსი რამეები მაგას არ ექნება დამთავრებული და არა აქვს უბრალოდ არ ექნება კი არა დამთავრებული და რა საქმე უნდა ქონდეს ახლა უსაფრთხოებასთან და უშიშროებასთან, მაგრამ ჩვენთან უშიშროება საქართველოში, საერთოდ რეჟიმი როგორც არის და როგორც მოქმედებს, ჩვენთან უშიშროება რეალურად მის ფუნქციას არ ასრულებს. ისინი არ არიან ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში, მე არ მაქვს საუბარი ჩინოვნიკებზე, იქ დაბალ ჩინოვნიკებზე, ოპერებზე, რომლებიც თავიანთ დავალებებს ასრულებენ წარმატებით, მაგრამ თვითონ სისტემის ფუნქცია არაა ჩამდგარი ქვეყნის უსაფრთხოების ასე რომ ვთქვათ, საქმეში, ესენი არიან ყველა რეჟიმის უსაფრთხოებას ემსახურებიან, თუ არა. უშიშროება რო ქვეყნის და ერის სამსახურში იდგეს, ამდენი ვირთხა და ამდენი უბედური და ამდენი ბარიგა და ამდენი გამყიდველი და ამდენი მოღალატე კი არ იქნებოდა. დიდი ხნის წინ იქნებოდნენ ზოგი რთამზე დაჭერილი, ზოგი ბარიგობაზე დაჭერილი, ზოგი სახელმწიფო ღალატზე დაჭერილი, ზოგი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო, მაგრამ უშიშროება ამას არ აკეთებს ჩვენთან. უშიშროება აკეთებს, უშიშროება არის კომერციალიზებული სისტემა, რომელიც ხელმძღვანელობს ტენდერებს, რომელიც ხელმძღვანელობს არჩევნებს, რომელიც ხელმძღვანელობს აი ესე მასების ორგანიზებას, მიტინგებს, პროტესტებს და აი ამ ხრივ თავისი ხელშეუხებელი კადრი ჭირდება ქოცობას და დანიშნეს ახლა ეს და წავა ეგ. გაიხარეთ. ხო, ეგ არის რა, ახლა რა გასაკვირია. ხალხო, მე მიკვირს რომ ახლა ბევრს უკვირს რომ როგორ შეიძლება იყოს ესა რა ქვია, საქართველოში ეს გატლეკილი ვირთხა უშიშროების მინისტრი. ახლა შეიცვლის ხმის ტონსაც და სხვანაირი გახდება თანამდებობამ სკამა საერთოდ ასე იცის. გადასარევია ხალხო თქვენი საქმე. ქვეყანაში სადაც ქართულის არ მცოდნე ადამიანი პრეზიდენტი იყო. და საქართველოში არ იყო დაბადებული და გაზრდილი და ქართული საერთოდ არ იცოდა. სახელმწიფო ენა არ იცოდა, სამიანზე არ იცოდა და პრეზიდენტი იყო. ფეხბურთელი არის და პრეზიდენტია.
მინისტრები არიან და ცხოვრებაში არ ყოფილან რამეში, ესე იგი, ისა რა ქვია, ჩაბმულები. ომი მიმდინარეობდა და გენერალური შტაბის უფროსი პოლიციელი იყო, ჯართან შეხება არ ქონია ცხოვრებაში, სპეცრაზმელი იყო. და გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობდა. ქვეყანაში ბაბუცა პატარაია არის, ისა რა ქვია, ღირსების ორდენის კავალერი და დემნაგვასალია, გათხოვილი კაცი არის, საპატიო თბილისელი და რა გიკვირთ ახლა ამათ ფონზე თუ მდინარაძე იქნა უშიშროების მინისტრი. აი ესეთი კომიკური ქვეყანაა, ესეთი კარიკატურული ქვეყანა არის, ასეთი საბანძეთი არის ამ ქვეყანაში, სადაც არ ფასდება ნიჭი, არ ფასდება შრომა, არ ფასდება თავდადება, არ ფასდება ქვეყნის ერთგულობა და პირიქით პატრიოტიზმი, ეს არის დასჯადი. ქვეყანაში უნდა იყო მონა, ჩმორი, რომ იცოცხლო და იცხოვრო კარგად და აქედან გამომდინარე ამ სისტემას თუ აუღებ ალღოს, აუღებ და მოერგები ამ ცხოვრებას და თუ ვერ მოერგები, არავის შენი ნიჭი არ აინტერესებს და არავის შენი გამოცდილება არ აინტერესებს და არაფერი არ აინტერესებს და მე უკვირს ბარეულს რომ ეს ქვეყანა რატო მიდის ასე და ასე უკან და ასე წავა უკან, იმიტომ რომ თავის დროზე სტალინს აქ ნათქვამი ახლა რომ კადრები წყვეტენ ყველაფერს. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რუსეთი ქვეყანა, რომელიც ჩვენთან საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით ამ ქვეყანასთან და რომელსაც ყავს გრუს ან დაზვერვის უფროსი უშაკოვი, რომელიც ადამიანი, რომელიც მოიხარშა თავიდან ბოლომდე ლამის აკვნიდან ამ სისტემებში. და ესეთი გამოცდილების, ესეთი იმპერიის და ესეთი იმის ხელმძღვანელი არის უშაკოვი, რომელიც სადაც იქ, რა ვიცი, ამის ამერიკის არჩევნებში ერეოდა და შენ ყავს ამ ქვეყანასთან და შენ ყავს მდინარაძისნაირი უშიშროების მინისტრი და დინარაძემ უნდა დაგიცვას შენ ასეთი იმიდან აგენტურიდან, მისი აგენტურიდან და ასეთი პროფესიონალებიდან. ახლა როგორ დაგიცავს, რანაირად დაგიცავს? როგორც ვერაკობალია ვერ აყვავებდა საქართველოს ეკონომიკას, ისე დინარაძე ვერ გადაარჩენს ქვეყანას უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამათ არც აინტერესებთ. ხო, ახლა შემოძმაო, ახლა ამირან რაშია შემოგევლე საქმე ეცე, ახლა მე საერთოდ ესენი ყველას დაცინია. ესენი ამათი მთავარი მიზანი არის, რომ სასაცილოდ აგიგდონ, რომ თურმე შენ ვინ გისმენს, არადა თვითონ ყოველ ლაივზე ყრიან და ყოველ ლაივზე აკომენტარებენ და თუ არ გინდა ასე მოსმენა, მე რო არ მინდა მაგათი მოსმენა არც უსმენ. ხო, შემოვლიან და დაგცინებენ. ახლა ძველი ვიდეო გააზიარა Facebook-მა, დიდგორობის გამო რო დამიჭირეს და ვიღაცა შემოდის სახელი გვარი უწერია ქართული, მაგრამ გვარგადაკეთებული ქართველები, საერთოდ როგორებიც არიან ეს ამათ თავის ჯიჯილაკს რო უღალატეს და ახლა საქართველოს რო ღალატობენ და შენო ესეთიო ნაძირალა რო ხარო, აი ამიტო გექცევიანო, ასეო მეტის ღირსი ხარო და თან დამცინის ვითომ მისი ჭკუით. ახლა ესეთი ვირთხები ზუსტად არის შექმნილი ზუსტად ასეთი ვირთხებიდან, როგორიც არის დინარაძე. ეს Facebook ტროლობა, ეს რა ქვია ონლაინ ბულინგი, იმიტომ რომ ჩვენთან საერთოდ სამინისტროებში თათბირები როგორ იწყება, იცით? ვინ რა დაწერა Facebook-ზე? ვინ რას ამბობს Facebook-ზე? აქედან გამომდინარე ხდება განწყობის ფორმირება. Facebook-ი დღეს ახლა და ინტერნეტი საერთოდ მეტი საშუალება არაა დარჩენილი, რომ ადამიანებმა თავისი აზრი გამოხატონ და სოციალური ქსელების კონტროლი ეს არის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი დღეს საქართველოში. კანონით კი არ იმართება, ქვეყანა იმართება განწყობებით. ამიტომ განწყობები, რომელიც უნდა შეიქმნას ქვეყანაში, ამას უზრუნველყოფს სოციალური ქსელი. ამიტომ ეს სოციალური ქსელი თუ ნაცების ხელში იყო ჩავარდნილი და იმათ ხელში იყო თუ ქოცების ხელში იყო. ამიტომ ეს მთელი სანაგვე, რომელიც სანაგვეც სავსე არის Facebook-ი ტროლებით, ესეთი გამპრავებლებით, ზოგიერთი რო ლოცავს. ახლა როგორ ხდებოდა, მაგალითად, აი დინარაძეზე გეტყვით. დინარაძე ხელმძღვანელობდა ესე ამ იმას, რა ქვია, ამ ტროლ ზაოდს, რომელიც მოიძებნიდა ადამიანებს, რომლებიც
ნუ ახლა არ იყვენ თლად ღარიბები და გაჭირვებულები, მოახდენდა ამის აღრიცხვას და ყავდა თავისი დაქვემდებარებული ხალხი იმაში, რა ქვია, პარლამენტში. Ეკიდან გამომდინარე, აი ამ ტრენდს, რაც უნდა აზრის ლიდერს, რასაც ჩამოაყალიბებდა, კოცობა, ჩაუგდებდა ამათ, მერე ესენი გადაუყრიდნენ ამ ხალხს და დაიდებოდა Facebook-ში და წავიდოდა Facebook-ში ყველა წერდა ერთი და იგივეს. და თუ ხარ ქვეყანაში და თუ რაღაცას არსებობდა, თუ რამე ბიზნესი გაქვს და თუ რამე გაქვს, ჩვენთან უნდა იყო. ჩვენთან თუ იქნები, ტენდერს მოგცემთ, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ და აი ეს ზუგნა კიდე ეს, რა ქვია, იმ ჩხარგავა. და ეს მთელი საძუკნეთი, ყველა იყო გადასული Facebook-ზე. Facebook-ზე ვინ დაწერა, Facebook-ზე ვინ შეაგინა, Facebook-ზე ვინ დააჰაჰავა, აი ეს ითვლება უშიშროებად საქართველოში. ამიტომ ამაში გამოცდილი კადრია. ამაში გამოცდილი კადრია. ეს მართვის სტილი აირჩიეს კოცებმა ქვეყნის სამართავად, აი ესეთი უშიშროება არის, აი ესეთი უშიშროების მინისტრები არიან. და რა არის, იცით, ხალხი სწორად ხვდება, იცით, აი ნებისმიერ ქვეყანაში, აი რუსეთში მაგალითად, ვინმე FSB-ს თანამშრომელი იყოს და KGB-ს თანამშრომელი იყოს, ითვლება პრიორიტეტად, იმიტომ რომ ის მისი ქვეყნის უშიშროების სამსახურშია, ცუდია, კარგია, ის ქვეყანა მისი ქვეყნის სამსახურშია. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ვინმე CRU-ს აგენტი იყოს, ეს პრივილეგიად ითვლება და პატივისცემად ითვლება. ვინმე Mi6-ის აგენტი იყოს ბრიტანეთში, ითვლება, იგივე ყველა ებრაელი თითქმის მოსადშია გაერთიანებული. მაგრამ საქართველოში უშიშროების წევრობა და უშიშროების ჩინოვნიკობა ითვლება ბოზობათა ჩახლახობა. რატო? ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ იმ ქვეყნის უშიშროების სამსახურები ემსახურებიან მათი ქვეყნის სიძლიერეს. ჩვენი ქვეყნის უშიშროების სამსახური ემსახურება საკუთარი ერის, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოსახლეობის დაკნინებას, გაფარჩაკებას, გამწარებას და გაუბედურებას. იმიტომ არ არის უშიშროება ქვეყნის სამსახურში. ანუ 90-იანებში რო ამბობდნენ, უშიშროება გახდა საშიშროება ერისთვის. აი ამ მეთოდით იმართება ქვეყანა. ბარებში რომ ნარკოტიკები იყიდება, ამას ვიმფარველობს და უშიშროება. უშიშროება. კუდს ვერ რუსლან კუდს ვერ გაანძრევს ვერავინ საქართველოში. ახლა იქ შეიძლება ვინმე კონკრეტული ჩინოვნიკი კრიშავდეს იმ ყველაფერს, მაგრამ ბარებში და ყველაფერში დაკრო ამას უშიშროება კრიშავს თვითონ. იმიტომ რომ საქართველოში ვინმე 1417 ბარიგა ერთ დღეს დაესიზმრა და საქართველოში ჩამოვიდა, იქ გაიასნებული ქონდა სულ ყველას, რომ საქართველოში წამალი ამ გზით შედის, ჩაიტან, გაასაღებ და პრობლემა არ იქნება. ეს დალაგებული იყო წლების მანძილზე. უშიშროება მარიცის კი არა, უშიშროება თვითონ არის ბარიგობაში ჩართული. უამრავი პოლიციელი იქნა აღმოჩენილი, ხო? რამდენი კიდე ღიათ არაა გასაჯაროვებული. არავინ ხმას ამაზე არ იღებდა და აი ესეთი სახელმწიფო როდესაც გაქვს, აი ესეთი უშიშროების მინისტრი გეყოლება. თავის დროზე ჩემთვის პირადად ადრეც მithქვია და კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ადამიანი იყო მაგალითი ძალიან ბევრ ამაში და ამბობდა შარლ დე გოლი ესეთ რაღაცას. დაუშვებელია ქვეყნის სათავეში დაბალი დონის ადამიანების მოყვანა, ისინი ქვეყანას თავის დონემდე დაიყვანენ. როგორი დაბალი დონის ერთუჯრედიანი ოჩო პინტრეც მართავს მაგ ქვეყანას, როგორი პრეზიდენტიც ყავს, როგორი მინისტრებიც ყავს, როგორი პარლამენტიც ყავს, როგორი უშიშროების პირველი პირები არიან, აი იმ დონის ქვეყანა გაგვაჩნია ჩვენ. და ნუ რავის, ნუ ექნება ეს ახლა აღმაშენებლის ქვეყანა იყო. ახლა არის ივანიშვილის ქვეყანა. ხო? ახლა მაშინ თუ იყო ახალციხელი თამარ მეფის დროს, თუ სარდლობდა და თუ ლაშქრობდა, ახლა არის ჩიქოვანი, რომელიც არ ვიცი, საიდან მოყვანილი, საიდან მოძებნილი. ხოდა მაშინ დავითს თუ ყავდა სტოვართა ინსტიტუტი და ჰქონდა ძლიერი ხელმძღვანელობა, ახლა ზუსტად არ ვიცი ვინ ხელმძღვანელობდა სტოვართა ინსტიტუტს. ახლა არის ეს და მაშინ იყო დავითის საქართველო და ოქროსხანა და ახლა არის
იმას სტამბულის ბაზარსაა გადაქცეული ქვეყანა. მორჩა დამთავრდა, ათ უნდა ახლა ამას ბევრი ლაპარაკი, იმიტომ რომ ისეთი კადრები ასეთ პოლიტიკას არ გაატარებდნენ. იმიტომ ისინი არც ისეთი პატრიოტები იყვნენ, ქვეყანაზე არც ისეთი მონები იყვნენ, როგორც ესენი არიან და რეჟიმი კი არ აინტერესებდათ, უფალი აინტერესებდა. ხო და აი ეს უბედურება არ მოცილდება საქართველოს. არ მოცილდება, იმიტომ რომ ამათ ქვეყანა არ აინტერესებთ. აი მაგალითად ნაპოლეონს ატანა არ ქონდა ფუშესი. ატანა არ ქონდა ფუშესი პიროვნულად. მაგრამ ფუშე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. იმიტომ რომ მისი საქმის დიდი პროფესიონალი იყო და საფრანგეთიც უყვარდა. მაგრამ პიროვნულად ატანა არ ქონდათ ერთმანეთის. ფაქტია ისტორიული. თუმცა იმპერატორი იყო ნაპოლეონი და შინაგან საქმეთა მინისტრად ესყავდა დაყენებული. იმიტომ რომ იყო მისი საქმე იცოდა. მუშა მიწყი უმუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს. განათლება და პატრიოტიზმი საქართველოში ეს ისეთი საშიში რამე არის, რომ ამის გამოვლენის შემთხვევაში იმ წუთში ხდები დევნის ობიექტი. თუ პატრიოტიც ახარ და თუ უბრალოდ გონებაც გიჭრის და განათლება გაგაჩინოს შენი სამშობლოს ფასი იცი, მაშინ შენზე დიდი მტერი არავინ არ აყავს იმას, რა ქვია, რეჟიმს. და ყველანაირად შეეცდებიან, რამენაირად გაგანეიტრალონ, გაგსვარონ, სახელი გაგიტეხონ, გადაგიარონ, ჩაგაფურ თუ მაგაც სამსახურში არ ჩადგები და მაგაც სამსახურში რო ჩადგები, თავისთავად სახელი გატეხილი, დღეს რო ადამიანი კოცი იქნება, იმას მე შეურაცხყოფა რა არის. ადამიანი რო გამოვა დღეს და ბიზნეს და ან იმის რა ქვია, ოხანაშვილის და ამათ დიდებაზე დაელაპარაკება. ამიტომ ხდება ჩვენი ქვეყნის უბედურება ასე და ასე წავა. აი სულ რამოდენიმე დღეა 13-ში გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ვიცნობდი პირადად, აკადემიკოსი, არა მარტო მას, მის ირგვლივ ისმა გორდეზიანი. ბერძნული ენის, ძველი ბერძნულის ცოდნე და საბერძნეთის ღირსების ორდენით დაჯილდოებული და ასე შემდეგ. გარდაიცვალა ეს ადამიანი, იცხოვრა თავისი ცხოვრება, თავისი შემოქმედება, თავისი გონება და თავისი ენერგია მოახმარა მეცნიერებას, შრომას, წავიდა. ვინ დაიკავებს მის ადგილს? 85 წლის იყო კაცი გარდა, ვინ გაზარდა? ბევრი გაზარდა, მაგრამ საქართველოს ვერავინ ვერ გაჩერდა. ვინ დაიკავებს ქვეყნისთვის? აქცეულია სულ ყველა. უამრავი ნიჭიერი, განათლებული ინტელექტიდან იცლება საქართველოს. ვინ? მოვა კაცო, რა პრობლემაა აგერ ვიღაცა. აი მისი რა ქვია, ოხანაშვილისნაირი ან დინარაძისნაირი და ის ჩაიბარებს მერე მაგ მიმართულებას. ახლა რა პრობლემაა კაცო, ახლა უშიშროებას თუ ხედავს კაცი, ძველი ბერძნულის საქმეს ვერ მიხედავს და ამას. აი ამიტომ არის ეს ქვეყანა ესე დაღმა დასული, აი ესე უკუღმა წასული და ჩვენ ქვეყანას უფლისმფარველობის მეტი არაფერი არ გააჩნია. დანარჩენი ესენი ყველა არიან მტრები. მტრები არიან საკუთარი ქვეყნის. სამშობლოს მოღალატეები არიან და ღმერთთან ამას აი რო წენასთან რა შეხება. ყველაფერზე ხელის მომწერი ხალხი. ამიტომ ეს ყველაფერი შემოკარგებო უკავშირდება ერთ ძალიან მარტივ რამეს. არჩევნებია მალე მოსალოდნელი, არჩევნებში უნდა აჩვენონ ქოცებმა, რომ არჩევნებს იგებენ, ქოცებს ალტერნატივა არ გააჩნიათ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ და კაი გემრიელათაა ჩასარიხინებელი ეს არჩევნები და რო გადაივლის ეს არჩევნები, მერე მოხსნიან ამასაც და მოიყვანენ სხვას და მერე იმას სხვა დავალება ექნება და გაგრძელდება ასე. ნუ რა თქმა უნდა, ახლა სამშობლოს რო საერთოდ სამშობლოს რო ადამიანს სხვა რაღაცა ურჩევნია. არ აქვს მნიშვნელობა ეს, კიდე მისი პირადი ოჯახი იყოს, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, რა თქმა შენი პირადი ოჯახი და შენი ბედნიერება თუ შენი სამშობლო არ იქნება და არ იარსებებს და როგორ შეიძლება შენი ოჯახი და შენი სამშობლო დააყენო ერთმანეთთან, აი საპირწონეთ, ახლა ამის ახსნა განმარტება ნორმალურ ქართველს არ ჭირდება, ეს არც განიხილება. იმიტომ რომ ელემენტარულს გაგახსენებთ რა. ვინც არის ეს საინტერესო ისტორია არის. როდესაც მეორე მსოფლიო ომი მიდიოდა, იაპონელებს ჰქონდათ ესეთი ტაქტიკა შემუშავებული.
დატვირთავდნენ თვითფრინავებს და კამიკაძე პილოტები დაჯდებოდნენ ზეთ და დაიხეთქებოდნენ გემს და გემსაც ააფეთქებდნენ და თავსაც გაწირავდნენ და მასიურად ხდებოდა ეგ ყველაფერი 17 წლიდან ხდებოდა მათი აღზრდა. ოღონდ იყო იქ ერთი რაღაცა. კამიკაძე პილოტად შეიძლება ყოფილიყო ადამიანი, ვისაც ცოლშვილი არ ყავდა. არ ყავდა ცოლშვილი. ცოლშვილიანი ადამიანი ვერ ჩაეწერებოდა, იმპერატორის სიტყვა იქ არის მორჩა დამთავრდა. რო თქვას, რომ რიონი აღმა მიდისო, ყველა იაპონელმა უნდა თქვას რიონი აღმა მიდის და ვერანაირად ვერ ჩაეწერებოდა ცოლშვილიანი ადამიანი. ძალიან დიდი პატრიოტული სულით იყვნენ აღზრდილი იაპონელები და იყო ერთ-ერთი ოფიცერი, რომელი ოფიცერიც ითხოვდა, რომ რამენაირად გაიშვათ ფრონტზე და კამიკაძე პილოტად ჩაწერილი იყო და თავი შეეწირა სამშობლოსთვის, რომელსაც ეუბნებიან, რომ იმპერატორის ბრძანება არის და ვერანაირად ვერ გადავალთ ამას, რომ შენ ცოლშვილი ყავს. ახლა ამას იტყვის სახლში და ცუდათაა რა, ადამიანი უნდა რომ საკუთარ სამშობლოს შეეწიროს. სამსახურს აგრძელებს და უცებ მოდის ცნობა იმის შესახებ, რომ ცოლმა მისმა მოკლა ორივე შვილი და მოიკლა თავი. რათა დარჩენილიყო ქმარი მარტო უცოლშვილოდ, რომ მას თავი გაეწირა სამშობლოსთვის. ბედნიერი წავიდა, ჩაჯდა თვითფრინავში და ამ შემთხვევაში მიცეს უკვე ცოლშვილი არ ყავდა კაც და წავიდა, ჩაჯდა თვითფრინავში და დაეჯახა და გაანადგურა ესა რა ქვია ამერიკული ხომალდი და 380 მეზღვაური ამერიკელი წაიყვანა. ეს უბრალოდ ელემენტარული მაგალითი ირად ოჯახს სამშობლოზე მაღლა არ უნდა აყენებდეს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ქართველი იქნება. ეგენი ჩემო კარგებო, გადააყოლებეთ საკუთარ ახლა თქვენ ვინმეს გოდიათ რომ ვის რა ქვია ივანიშვილის ბერა და ცოტნე და უტა იომებს ქვეყნისთვის თუ სააკაშვილის ედვარდი იომებს ქვეყნისთვის და ის ნიკოლოზა რო ყავს ის მეორე თუ ვინ გონიათ ხალხო თუ დინარაძიშვილი იომებს თუ ესენი ასია რა ვიცი შემოკარგებო აი ამას თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაქვთ რა ამ საკითხთან დაკავშირებით რა ვიცი რა კითხვა უნდა იყოს დამისვით და დაგემშვიდობებით რა ასე საუბედუროთ საქართველოში ეს არის ჩამოყალიბებული სცენი რომ ოჯახი მყავს და აუქნა ახლა ყველა ნაძირულ ბრძანებას შევასრულებ იმიტომ რომ ოჯახი მყავს იქნება არ გვდის ბიჭო ის რომ შენ მაშვილმა კარაქიანი პური რო ჭამოს არ გირდეს იქნება იმის გაკეთება რასაც გავალებენ ახლა სადა ქვეყანა აგინებს ვასია მუმლაძეს ვინც მაშინ დაგვიჭირა მის მერე მოყოლებული და უთხარი მე ვთხარი ისე გაგიხდება შენ საქმე მეთქი რომ თავი არ გიქნება გამოსაყობით ახლაც აგინებენ და შეაგინებენ მომავალშიც რა ეკნა ძმაო ნაძირლული ბრძანება დიდგორობას ხალხის დაჭერის უნდა შეესრულებია იმიტომ რომ ოჯახი ყავს და გაიგო მისმა ოჯახმა რანაძირალა ქმარი ყავს და როგორი მასეთი мама და მასეთი ქმარი ხალხს რომ მასეთი ქმარი ეყოლება რა ვიცი მაგნაირი мама რომ ყოლა და თავს მოვიკლავდი ალბათ ნუ ამიტომ ჩვენ ქვეყანას შემოგარგებო კარგა ხანი სანამდე არ მოვა ვიღაცა ისეთი ადამიანი რომელი ადამიანის მტრებიდან გაწმინდავს ქვეყანას თუ არა მანამდე ასე იქნება ოჩოპინტრეს და ამათი მართული ქვეყანა